მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გასწრებთ და საუბრობთ თბილისის გასტრონომიკის შესახებ. დასრულდა გასტრონომიული ფესტივალი და მოგვიყვებით, როგორ ჩაიარა, როგორ ჩატარდა, რა შედეგები აქვს და აი რა გაჩვენათ წინამორბედულად წელს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გასტროკრეულმა წარმატებით ჩაიარა. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო მედია საკმაოდ უხედ აშუქებდა უკვე მიმდინარეობებს და ანონსიც გავიდა ესპანურ და ფრანგულ მედიაში და ეხლა თუ თქვენ შეხედავთ ჩვენს სოციალურ მედიას, ნახავთ, რომ აი მიმდინარეობაშიც კი, მაგალითად ესპანური ძალიან დიდი პლატფორმა გასტროპლანეტა, როგორიც არის და სხვა მედია საშუალებები საერთაშორისო, რომელიც ჩვენ მოწვეული ყავდა გასტროკვირეულზე, ძალიან აქტიურად აშუქებენ ვახშმებს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი თემა იყო მდგრადი გასტრონომია. ვფიქრობთ, რომ მდგრადი გასტრონომია ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ეს გამოწვევა მსოფლიომ აღიარა პანდემიის შემდეგ, როდესაც კოვიდის შემდეგ მოხდა წყვეტა არა მარტო სარესტორნო ბიზნესში, არამედ ზოგადად კვების ინდუსტრიაში, კვების მიწოდებაში და გადახედა მსოფლიომ თვითონ ამ ინდუსტრიის მოქმედებას და დაინახა იმისი აუცილებლობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ადგილობრივად ვაწარმოოთ პროდუქტები. და საქართველოს ვფიქრობ, რომ ამაში ღვთისწყალობით არის ძალიან კარგი ნიადაგის, კარგი მიწის, კარგი კლიმატის მქონე ქვეყანა, რომელსაც შეუძლია რომ ავანგარდში იყოს მდგრადი გასტრონომიის. ფაქტიურად ჩვენი სამზარეულო ისედაც მდგრადი გასტრონომიის პრინციპებზე დგას და თუ გავიხსენებთ მაგალითად ჩვენს ისეთ კერძებს, როგორიც არის ხალი, მაგალითად ჩვენი წინაპრები მთლიანად იყენებდნენ მცენარეს მის მომზადებაში, კუპატი, რომელშიც არის ასევე სხვადასხვა თვითონ საქონლის სხეულის ნაწილები გამოყენებული. მდგრადი გასტრონომია მოიცავს ადგილობრივი პროდუქტების, სეზონური პროდუქტების, თვითონ ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერას, რაც თავისთავად ანვითარებს გასტრონომიულ ინდუსტრიას, საკმაოდ მკაფიო გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში მოვიყვანოთ სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები, სადაც ძალიან განვითარებული არის მდგრადი გასტრონომია და მხოლოდ ერთ ნაწილს, აი ვთქვათ, სარესტორნო ბიზნესს რო შევეხოთ, სადღაც 30%-ზე მეტი ხდება შემოსავლის ზრდა, როდესაც ეს ინდუსტრია ვითარდება. იტალია არის განვითარებული ასევე ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქ იმის პოტენციალი რომ ამაში ავანგარდში იყოს. ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს უკვე ძალიან პოპულარული არის გასტროტურიზმი. მომხმარებელი ეძებს ზუსტად რომ ავთენტურ სამზარეულოს, რომელიც დღეს საქართველოს ნამდვილად გააჩნია, ის გამოირჩევა თავის სამზარეულოთი, რა თქმა უნდა, ჩვენი სამზარეულოს ნაწილი არის ღვინო, რომელიც მთელი გასტროკვირეულის განმავლობაში იყო არაერთი მარნის სახით წარმოდგენილი და ესეთი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, გამოცდილების გაზიარებას. როდესაც ჩვენ მდგრად გასტრონომიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ესეთი მაღალი ლეგიტიმაციის შეფები მიშლენის ვარსკვლავის მფლობელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ისინი თავიანთ გემოებს არგებდნენ ქართულ პროდუქტს, რაც ერთის მხრივ უნიკალურს ქმნიდა მართლა იმ კერძებს, რასაც ისინი აკეთებდნენ. ეს იყო ერთგვარი ვორქშოპი იმ რესტორნებისთვის, სასტუმროებისთვის, იმ გარემოსთვის, სადაც ეს ყველაფერი ხორციელდებოდა და მეორის მხრივ თავის ქვეყანაში მიქონდათ ის ქართული გემოები, რაც აქ აღმოაჩინეს და ინგრედიენტებს იყენებდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს, ეს იყო როგორც თევზი, ხორცი, რძის პროდუქტები,
ბოსტნეული, ხილი, ან ყველაფერი რაც აქ მოიპოვება, რაც არის სეზონური, ყველაფერს იყენებდნენ. აი აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შედარებები გავაკეთოთ, რომ თქვათ თუ თავის ქვეყანაში ისინი ამზადებდნენ პესტოს რაღაცა სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტებისგან, აქ იყენებდნენ აჯიკას. ხშირად გვხვდებოდა ჩვენ იმერული ან გუდის ყველის გამოყენება, რომელიც მათ რომელიღაცა ყველის შესაბამისი შეიძლება იყოს. ანუ გემობრივი თვისებებით ზუსტად არ იმეორებდა, მაგრამ ზუსტად ეს ქმნიდა ამ ავთენტურობას, ვინაიდან აი რამდენადაც თქვათ, არ ვიცი, ფრანგი ორმიშლენიანი შეფის ვახშამი, რომელიც მივირთვით, იქ მაინც იგრძნობოდა ეს ქართული ხასიათი, რაც ქმნიდა უნიკალურს, რაც ხელს უწყობდა პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის, როგორც გასტრონომიული კითხვით, ისე ზოგადად, ვინაიდან გასტრონომია არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდეს საზღვრებს გარეთ. როგორ შეაფასებთ საქართველოში გასტროტურიზმის განვითარებას? რა პერსპექტივები აქვს და თავი გამოწვევების როგორ თქვათ, რა ის თავი გამოწვევა და რამდენ გაკეთდეს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის? და პირველ რიგში ის რომ ვთქვათ, აი განვითარება როგორ უნდა იშუქოს ქვეყანაში? მე ვფიქრობ, რომ გასტრონომიის კუთხით ჩვენთან ძალიან საინტერესო პროექტები ვითარდება. ერთ-ერთი აღნიშნავ არის მზისკარი, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ არის განხორციელებული, ესეთი პატარა სახლის ტიპის სამზარეულოებია, რომელიც მათი ასე ვთქვათ, ხელშეწყობით მოხდა და თუ და ყველა რეგიონში არის უკვე 10-მდე არის, მე რამდენადაც ვიცი და ეს პროექტი ვითარდება. იტალიაში არის ეგეთი ტიპის პროექტი, სადაც ზუსტად აი ესეთი მდგრადი გასტრონომია, ანუ ადგილობრივი პროდუქტებით ხდება სახლის ტიპის ვახშმების შეთავაზება სტუმრებისთვის და ეს ყველაფერი არის ძალიან ლამაზად ევროპული ტიპით შეფუთული ქართული ხასიათი, რა თქმა უნდა, შიგნით რჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აი ტურისტებს ძალიან უყვართ ესეთი განსაკუთრებული ავთენტური სამზარეულო, მით უმეტეს, რომ სხვადასხვა კუთხეს ეხება. რაც შეეხება თვითონ გასტროტურიზმს, უკვე ჩვენ თუ ვნახავთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არის საკმაოდ მაღალ პოზიციებზე. მესამე, მეოთხე, მეხუთე პოზიციაზე არის გასტროტურიზმის კუთხით. რა უნდა გაკეთდეს, იცით, ტურიზმი ზოგადად ძალიან ფართო მცნებაა, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იმისთვის, რომ გასტროტურიზმი თუ ზოგადად ტურიზმი განვითარდეს საქართველოში არის ფრენები. არის ადვილი ფრენები, არის შედარებით უფრო ხელმისაწვდომი ფრენები, აეროპორტების გახსნა, რაც ასევე ხელს შეუწყობს. პოპულარიზაციის თვალსაზრისით ესეთი პროექტები, ფესტივალები ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის, ვინაიდან აი შენახავთ, რომ თვითონ შეფები, ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ აი ჩვენ ძალიან გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ეხლა ჩამოვედით, დაბრუნდებით, ჩვენ მოვუყვებით ჩვენ მეგობრებს და აუცილებლად დაბრუნდებით უკან. ესეთი და რა თქმა უნდა, შემდეგ ის გაშუქება, რაც მედიაში ხდება, ხელს უწყობს, რომ ადამიანმა დაგეგმოს ჩამოვიდეს საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ საქართველო აუცილებლად არის უკვე პოპულარული, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ატარებს მასიურ ხასიათს თუ ვისაუბრებთ ევროპელ მომხმარებელზე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მალე ეს ციფრი გაიზრდება. რა არის საინტერესო საქართველოში გასტროტურიზმისთვის? თავარი ინტერესი არის? რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესი იწვევს ჩვენი უძველესი კულტურა. ქრისტიანული ცივილიზაციის აკვანი ვართ, ეს შეიძლება ითქვას. ჩვენი ავთენტური სამზარეულო, ღვინო, სიმღერა, ანუ ყველაფერი ის, რაც გარემოს სხვათა შორის და ასევე მნიშვნელოვანია რა ჩვენი უშუალო დამოკიდებულება. ხშირად გვიკვირს ხოლმე, რატომ მოწონთ თქვათ ესა თუ ის ქალაქი, როდესაც ევროპელები ჩამოდიან და ვადარებთ, რომ აი იქ როგორი თქვათ დავარცხნილია ყველაფერი, მაგრამ ამას ყველაფერს ემატება ქართველების სტუმართმოყვარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ტურიზმისთვის და ამიტომ მათ ძალიან იტაცებთ ეს კულტურა, რომელიც ძალიან თვითმყოფადი არის, განსხვავდება ყველაფერისგან და მათ რა თქმა უნდა აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ აღმოაჩინონ ახალი. დღევანდელი ინდუსტრია ზოგადად, როგორც მომსახურეობის, ისევე გასტრონომიული,
უკვე რამოდენიმე წელია ჩამოყალიბდა კონცეფციაზე, რაც მოიცავს ესეთ სლოგანს დაუვიწყარი გამოცდილება. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად საქართველოს აძლევს დაუვიწყარ გამოცდილებას იმ ტურისტებს, რომლებიც აქ ჩამოდიან. თავად გამოწვევა რას მიიჩნევს? გასტროკულტურის თავად გამოწვევა ეს რა აქვს? მთავარი გამოწვევა სამწუხაროდ რჩება მომსახურების სფერო, რომელიც ჯერ კიდევ ვერ არის ისეთ დონეზე, რომელიც შეესაბამება ზოგად საერთაშორისო სტანდარტებს. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები სამზარეულოშიც, არსებობს თვითონ ტექნიკურ მომსახურებაში, თუმცა რაც შეეხება შეფებს, ნამდვილად ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისო აღიარებული შეფები, რომლებიც უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ხსნიან თავიანთ რესტორნებს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ იქ. ინდუსტრია ვითარდება, ზოგადად მსოფლიოში გასტრონომიული ინდუსტრია იცვლება, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აი თუნდაც მდგრადი გასტრონომია, თანამედროვე ტექნოლოგიები თავის ცვლილებებს შეაქვთ, ადრე სხვანაირად ხდებოდა, სხვანაირად ჩანდა გასტრონომია. დღეს ის უკვე აი ამ ცვალებადობის გზას ადგას და კარგია რომ ჩვენ ამ მსოფლიოსთან ერთად მივყვებით მათ, ვინაიდან გასტროკვირეულის გარდა ეხლა მაგალითად სტუდენტები არიან პარიზში, რომლებიც სწავლობენ ფერანდის სკოლაში, რომელიც აი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოხდა წაყვანილი. ასევე ტარდება სხვადასხვა ფორუმები. ეხლა 26-ში იხსნება ღვინის მარკეტინგის ფორუმი, სადაც ჩამოდიან ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალები. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ მსოფლიოსთან ინტერაქციაში, რომ კიდევ ერთხელ მუდმივად შევახსენოთ, რამდენად მრავალფეროვანია ქართული კულტურა, ქართული გასტრონომია, ღვინო და ინტერესი გამოიწვიოს მათში, რომ ჩამოვიდნენ აქ და უბრალოდ აქ თვითონ იხილონ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ.